ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ისევ საღამომშვიდობისას გეუბნებათ ლუკა და ისევ შოუ ბიზნესურ ამბებს გაგაცნობთ ლაილაისთან ერთად. ნახოთ თუ რითი იყო საინტერესო 25 ნოემბერი ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისათვის. საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. სწორედ ამ იდეით, ყველასთვის კარგად ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით ქართული შოუ ბიზნესის ერთმა ნაწილმა გადაწყვეტა საკუთარი პოზიცია როგორც შეეძლო, ანუ ცოცხალი კონცერტით დაეფიქსირებინა. ინფორმატორის არ ჩამორჩა მოვლენებს და იყო იქ, სადაც ზუმბა, მწვანე ოთახი, სოფთეჯექტი და სხვები ხალხისთვის კონცერტს მართავდნენ. მოკლედ ნახოთ რა ხდებოდა 24 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ გამართულ კონცერტზე. ჩემ დროს მარტო მეკიშო დადავიყავით და ეხლა ამდენი ჯგუფებია უკვე ასწორებს და მოსმენა უფრო кайფია ვიდრე დაკვრა მე თუ და ასწორებს რომ ესე უყვართ თავის სამშობლო. პირველი კომპოზიცია ზავნილი კავკასიიდან, ანუ ოსური. ჩვენ გვიხარია და იმედი გვაქვს რომ ხვალიდან ნელ-ნელა ყველაფერი უფრო კარგად იქნება. ჩვენ ახლა ამ ხნენი ხნის განმავლობაში მუსიკოსები ვიდექით და მართავით ხოლმე კონცერტებს და ეხლა დღეს ერთი დასკვნითი კონცერტი გამოგვივიდა. ინფორმატორისათვის ცნობილი გახდა ჯგუფ ფლეშის წევრის აჩიკო ჯოტაშვილის ერთთვიანი გაუჩინარების მიზეზი. როგორც აღმოჩნდა, ის იმყოფება კახეთის რაიონში, გრემში, ბავშვთა სახლში, სადაც ყველანაირ დახმარებას უწევს მშობელთა ზრუნველობას მოკრებულ ბავშვებს. თუ რა მუბიძგა მას ამ მეტად კეთილშობილური საქციელისაკენ უცნობია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მის პირად ცხოვრებაში ბევრი საინტერესო სიახლეა და შესაძლებელია მას სულ მალე გაბედნიერებაც მიულოცოთ. სულ მალე აჩი მეფარიძე ბაქოში გაემგზავრება და იქ სოლო კონცერტს გამართავს. როგორც გავიგეთ, ის ერთ-ერთ ტელეარხზე პოპულარულ თოქ-შოუშიც არის მიწვეული. ჰაი. ბაქოში, ესე იგი, ყოველ შემთხვევაში მიცნობენ და უყვართ ჩემი სიმღერები და აქედან გამომდინარე ეტყობა მიმიწვიეს ესეთი ახალი გადაცემა არის ტოქ-შოუ, რომელშიც 2 საათიანია, რომელშიც ერთი რესპონდენტი ყავთ. ეს არის ინტერვიუ პლუს საკონცერტო გამოსვლასთან დაკავშირებული და კიდევ აი კლიპები, ესე იგი ჯამში გამოდის მაინც შოუ. ეს იქნება მესამე გადაცემა. სადაც 2 საათიანი ესე იგი ინტერვიუ იქნება ჩემთან, მიმაქვს ჩემი ახალი სიმღერები, ახალი კლიპები, ახალი ჩანაწერები, რომელიც იქ არა აქვთ და აქედან ესე იგი ამასთან ერთად მექნება კიდევ სოლო კონცერტი ერთი და შემდეგ ახალ წელს 31-ში 2 ადგილას მექნება გამოსვლა საახალწლო, ესე იგი იქაც სოლო პროგრამა ერთ ადგილას და შემდეგ მეორე. ალბათ წავალ 14-ში ან 15-ში. პარალელურად ახლა ვამთავრებ უკვე სიმღერებს, აი ესე იგი ალბომის ყდა უკვე გაკეთებული არის, დიზაინი ყდის და ძალიან საინტერესო ინფორმაცია იქნება ჩემი ალბომის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და ორიგინალური ლამაზი და ძვირფასი სიურპრიზი ელოდება
ჩემ თაყვანის მცემლებს უპირველეს ყოვლისა შიგთავსი, რა ვიცი, ალბათ ბევრი ჩემი სიმღერა უკვე იცით. ეს ბოლო ჩემი სიმღერა იყო მშვიდობით, რომელიც ცნობილი არის თქვენთვის და ამას ემატება კიდე 4 სიმღერა სოლო და ერთი ლელა წურწუმიასთან დუეტი, საკმაოდ კარგი შემიძლია ვთქვა და ისე რომ ძალიან მე თვითონ მოხარული ვარ. Hi. გიგა კვენეტაძე ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. ის ამჟამად კიდევ ერთ სიმღერაზე მუშაობს. ჩვენთვის ისიც გახლავთ ცნობილი, რომ გიგა ახალ სიმღერაზე სულ მალე ვიდეო კლიპსაც გადაიღებს და შესაძლოა თვითონვე იყოს რეჟისორიც. დანარჩენს კი თავად გიგა მოგვიყვება. მუშაობ ჩემ ახალ სიმღერაზე, რომელსაც ქვია როგორ მინდა მოგეფერო. ამ სიმღერის ავტორი ვარ მე, როგორც ყველა ჩემი უმრავლესობა სიმღერებისა. არანჟირება ეკუთვნის კოჩალომდაზეს და ну ჯერ არის დასრულებული, აუცილებლად მივა კონდენციამდე. და როდესაც დასრულდება ამ სიმღერაზე უკვე მუშაობა, ვაპირებ აუცილებლად კლიპის გადაღებას, რომელიც კლიპიც ახლო მომავალში არის დაგეგმილი. ისღერა ვიცი რომ დაცულია ხეშენ დამყოფნა გულს უხარია როგორ მინდა მოგეფერო შენი სიტყვა ელები ჩემო სიყვარულო ჩემო შენ ახარ სიცოცხლე ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.